Human Rights Watch-ის შეფასებით საქართველოში საპროტესტო აქციებზე პოლიციის ქმედება სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშია ნათქვამი. პოლიციელები სპეცრაზმის აღჭურვილობას ატარებდნენ, ან იყვნენ შავ ნიღბებში ამოსაცნობი ნიშნების გარეშე. ხელისუფლებამ ასობით დემონსტრანტს აუყენა ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და გაასამართლა ისინი ზედაპირულ სასამართლო პროცესებზე, მაშინ როცა არ გადადგა ეფექტური ნაბიჯები არასათანადო მოპყრობის სერიოზული ბრალდებების გამოსაძიებლად. ორგანიზაციაში. როგორც Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შოკის მომგვრელია. აშკარად შურისძიების ხასიათს ატარებს და არღვევს საქართველოს შიდა კანონებს და საერთაშორისო ნორმებს. პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბი და ქართული ხელისუფლების მხრიდან მათი პასუხისგებლობის დაყენების უნარობა მიუთითებს, რომ მათ ან ნება დართეს, ან თვალი დახუჭეს ძალადობაზე, განაცხადა უილიამსონმა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო იზოლირებული შემთხვევები, როდესაც დემონსტრანტები პოლიციის ძალადობის აპასუხოდ ისროდნენ წყლის ბოთლებს და ფოიერვერკებს, პროტესტი ძირითადად მშვიდობიანი რჩებოდა. ანგარიშის მიხედვით სპეცრაზმმა, ისევე როგორც სავარაუდოდ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა, ასევე სცემეს ოპოზიციური მედიის და დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ხელი შეუშალეს მედიის მუშაობას. საქართველოს ხელისუფლებამ ამასობაში განაცხადა, რომ მედლები დააჯილდოვებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირებს, რომელთაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა ძალადობრივ დარბევაში მათი როლის გამო. ამ თანამდებობის პირების დაჯილდოვება გამოძიების მიმდინარეობისას მიუთითებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის ვალდებულების უგულებელყოფაზე, ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიში. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიებები არჩევნების შემდგომ ძალადობაზე. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი იმ თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს დემონსტრანტების ცემისა და ძალადობის ავტორიზებასა და განხორციელებაზე. ამავდროულად ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მოქნილი დემოკრატიული მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისთვის, წერია Human Rights Watch-ის ანგარიში.